იშვებდით კეთილსა ამას და წინვალესა ვნებასა, კრებასა და რომელი არს მონაი კეთილგონიერი შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უბლისათვის ისასა რომემან იღვაცა მარხვითა მიიღენაც ვითარცა, აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა რომემანსა იმუშაკა პირველ შამიდგა მიიღენ დღე თანა დების სიმართლისა რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა მადლობით დღესასწაულობდინ ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია ნუ იჭვეულობ რამე თუ არა რაი დაჭირვება იარს მისა და რომელი დააგდა ჟამსა მეცხრესა მოვედი ნუ რაისა ორგულებ და ნუ ეშინინ ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია ნუ შეშინდებინ დაღოვნებისათვის რამე თუ მრავალმოწყალე არის მეუფეთ ჩვენი და კაცთმოყვარე შეიწნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამისა მოსულთა ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთათვის მოწყალე არის და შეერთავს მათ პირველთა თანამად ვისებს და მათ მიანიჭებს საქმეთა მიითვალავს და გაზრღვათა განიკითხავს საქმეთა აქებს და უსმოდგინებათა ადიდებს და უბრძანებს შესვლად სიხარულსა ობლისათვის ისასა რათა პირველთა და უკანასკნელთა ზოგად სასყიდელი მიიღონ და რათა მდიდარი დაგლახაკნი ურთიერთობას იხარებდნენ და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივისცემდნენ რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა ყოველნივე ერთბამად განიხარებოდნენ რამე თუ დღეს ტაბლა სავსე არის იშვებდნენ ყოველნი სვარაგი ჭამებული მზარს ნურავინ წარღვავშიერი ყოველნივე იშვებდნენ სერით ამის საწუნოებისათა ყოველთავე მიიღეს სიმდიდრე სიტყვებისა ნუ ვინც ზრუნავს სიკლახაკისა რამე თუ გამოჩნდა ყოველთათვის სასუფეველი ნუ ვინ გოდემ ცოდვათათვის რამე თუ შემდობელი ჩვენი აღმობრწყინდა საფლავით ნუ ვინ წინდა ეშინის სიკვდილისაგან რამე თუ გამანთავისუფლა ჩვენ სიკვდილმან მაცხოვრისაგან და დაშიდა მათთვის რომელი პრობილ იყვნენ მისგან წარმოდგენა ჯუჯოხეთის თაღთა რა მაშინა განამწარა იგი შტასვითათვის და ესე ისაია პირველვე ღაღატყო ჯუჯოხეთი რა შეგემთხვა იტყვის ქვეშე შენცა გამწარდა რამე თუ განხარდა გამწარდა რამე თუ მოიკიცხა გამწარდა რამე თუ მოიგლა გამწარდა რამე თუ დაიმხო გამწარდა რამე თუ შეიკრა მიიხნა ხოცინ და ღმერთი ხილვა შეიწყარა ქვეყანამან და მოეგებნეს ცანი მიიღო ხილული და დაცხრა უხილავი სადა არის სიკვდილო საწერტელი შენი სადა არის ჯოჯოხეთო ძლევა შენი აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ აღდგა ქრისტე და დაესწრეს ეშმაკნი აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს აღდგა ქრისტე და არც აღარეთი მტრათაგანთა არის საფლავსაშინა აღდგა ქრისტე მტეთი და იქნა იგი დასაბამ შესვენებუთა რომლის არ დიდება და სიმტკიცე უკუნით უკუნისამდე ამინ შინაარს ის არის რომ რა გვიხარია აღდგომით ქრისტეს აღდგომით რომ გაიყო 60 დღის გარები და არ არსებობს ცოდვა რომელიც ღმერთის სიყვარულს გადასცემს ამის მაგალითია წმინდათა ცხოვრებები უდიდესი წმინდა ცოდვილები გახდნენ წმინდანები და ასევე როცა განსაკუთრებით ახლა სიტყვისჭირე რო არის უნდა გვახსოვდეს რომ მასუარმა აიჩია ბაგა და ყველაფერში ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს მაცუარი მის მოწონები ვართ მაგრამ ამ აღდგომას დაგვირებული ვარ რომ ვინც არა მაზიარებელი მათაც უხარიათ იმიტომ რომ ის იმას ქვია ღვთის მადლით მაგრამ აქ წერია რომ
ვინც არ მარხულობდითო ისინი ზეზიარეთო მაგრამ ზიარებაზე კიდე რა წერია საგუნებლად ან დასაჯელად უდისაა დასაჯელად როცა ადამიანს არ ესმის ვის უერთდება ღმერთ ზიარებით და ღმერთი კიდე ღმერთს კიდე რა უნდა ყველა ადამიანის გადარჩენა განუჩენად სარწმუნოებისა განუჩენად ეროვნებისა იგივე უნდა გინდოდეს შენს და ამ დროს ხდება საქართველოში საშინელი სიძულვილია სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო ამ დროს ზოგი მოწმუნეა და ხა ჩვენ რას ხედავთ რა თქმა უნდა გაბრაზდები როცა მოწმუნე ხარ და გაგინებენ გაკურთხებენ მახსენდება კომუნისტური წყობა რა უყვეს მოწმუნეებს ათეისტებმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში და ხარ მოუყურებ მომინდიგეებს რას გვანდნენ როცა დაიწყო ეს მიტინგები როგორი ფურთხებოდნენ როგორი ლანძღებოდნენ როგორი ეძახდნენ როგორი იცოდნენ ცეცხლოვან ფოთლებს და ღმერთმა გაუნათოს ყველას გონება ჩვენ სანამ არ იქნება მეორედ მოსვლა მოწმუნე ადამიანს ყოველთვის ეყოლება მტერი ფიზიკური და სულიერი ფიზიკური მტერი არის რუსეთის ხელისუფლება არა რუსი ხალხი სულიერი მტერი არის ევროკავშირი არა ფრანგი და ესპანელი და გერმანელი არამედ მათი წყობა მათი სისტემა ორკას შეუძლია ბავშვი აიყვანოს განით ორკას ბავშვი აიყვანოს და გერმანიაში მიდის იმაზე ლაპარაკი რომ დედა ამოიღო ხმარებიდან თორმე ის ოჯახები ჩაგრება სადაც ორი კაცი და ორი ქალია მშობელი მაგრამ ჩვენ ისთვის ვუსვით მოსაუბრისთვის ვუსვით იმისთვის რომ ღმერთმა გაუნათოს ყველას გონება ფიზიკურ და სულიერ მტრებსა და ჩვენ რო აქამდე მოვედით სულ მონობაში იყო ჩვენი საქართველოს ხშირად მაგრამ ავტო შევინაჩვენეთ ჩვენ მეუბნები ამიტომ რომ ჩვენ წინაპრებს ხონდა ერთგულება ღვთისა და ახლა ჩვენ ქართველების 80% მინიმუმ მოწმუნეები ვართ თუ 90 არა მაგრამ გავართ-ვისა გდარ ლაზარესას ქვია აღოლებული რო იყო სულიერებაში გულის სულიერად ვარ დაყოლებული რადო იმიტომ რომ ქართული ადამიანი გვდება ლოთობით წამლით ღვინო ახარებს გულსაკაცის სასაომარა როცა ლოთობით დები როცა წამლით დები როცა ურთიერთობაში ტყუილი ამიღებული როცა საფხუში პლაჟი მახსენდება სოხონი ვარ და ამ დროს ზოგი მოწმუნეა ჩემი ერიდება მაგრამ შენ უნდა ეცოდე რომ სანთის დანთება და ზიარებას არაა საკმარისი როცა ზიარებას კი არაა საკმარისი ამის მაგალითია იუდა მოციქული ეზიარა მაგრამ ეშმაკი შეუვიდაო ზიარებითო რატო იმიტომ რომ ფული უყვარდა მეზემეთ ან შენ თავს დააგვირდი როცა მოდიხარ ათგომასთან შობას მარტო ათგომასთან შობას მოდი ზოგი როცა ზიარება გინდა აი გინდა თუ არა ცოდვისგან განშორება და ღმერთი სანამ აღდგებოდა როგორ ხარია ყველას რამხელა საშინელი ჯვარცმა და წამება განიცადა ასევე ჩვენს უნდა გქონდეს სურვილი რომ ჩვენ თავში გავიარო ჯვარცმა რას ქვია შინა განიჯვარი რას ქვია ყველა ადამიანშია თამოყვარეობა ამპარტავნება ამას უებზო იმას ქვია ჯვარი ასევე ჯვარია როცა შენი შვილი ისე არ იქცება როგორც გინდა ან შენი მეუღლე ან შენი მეზობელი იმას ჯვარი ქვია და თუ არ დაითმენ ვერცხონდები ყველაზე ეს მოთმინება აი მახვარა თუ მარ ბაზიდან ბავშვებისთვის იმიტომ რომ ახლა რაც ხდება მოხედავთ რომ განსაცდელს ვერ უძლებს ბევრი სიძულვილმა შეიყო მოწმუნეებიც კი ბევრი უიმედობაშია და გარბი საქართველოსთან ამ დროს ამაზე უვარეს დღეშიც ვიყავით მარითი მიაღწია წარმატებამ დავით წარმატებამ შემაცინებებით მიაღწიეს დავით მეფემ თბილისის დაბრუნებული იყო ამძელი ყავდა მდროებოიდი გიორგი ჭონდიდელი თამარ მეფეს როგორც ხანა ქვია რითი მიაღწია წარმატებას ლოცველი ქალი იყო ვარძია და სხვა მონასტერს აშენებდა ესე გადარჩენა რაშია რწმენაში იმას ქვია ცოცხალი რწმენა და ეს ცოცხალი რწმენა მოიცეთ ღმერთმა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა